მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტვს ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ განვაგრძნობთ პროექტ სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ბუბუკარ დღეებში ან ტელესამყარო, კოსმოსიც და ასე შემდეგ და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩვენი მეგობარი, ეროვნული მოძრაობის ძველი ვეტერანი, კავკასიოლოგი, მრავალმხრივი ადამიანი, ჩვენი მეგობარი ბატონი რაულ კასრელიშვილი, მოგესალმებით ბატონო. ახლა მინდა ამ თემებს დავიწყოთ და სანამ ესა მინდა ერთი მწუხარე გამოთქვა რამე თუ ახლა უზენაეს საბჭოს პროექტი არის მეგობრების ჩვენი თანამოაზრეების გარდაცვლილების ვასი. ერთი ადამიანი გამოგვაკლდა, მე მგონი თქვენ ცნობთ. თამაზ დიასამიძე, უზენაეს საბჭოს წევრი, ხვალე დაკრძალვა არის. მაგანაც ბევრი რაღაცები გადაიტანა თავის თავზე ისე როცა ყველამ და ღირსეულად აღესრულა ამის თქმა შემიძლია და კარგი ადამიანი იყო შეიძლება მართლაც ხონოს და έτσι. ახლა შევუდგეთ საქმეს ბატონო ზალ და ახლა პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ახლა სანამ ახლა კავკასიის და ახალ თემებს შევეხებოდეთ და ხვალინელ იმას მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად მინდა თქვენ შეაფასოთ. ჩვენ გარკვეულად ქონდა შეფასებები, მაგრამ ახლა ჩვენი ერთობლივი ხედვები მინდა წარუდგინოთ მაყურებელს. კი ხედავთ რაც ხდება, ხო? საჰაერო დარტყმები, ახალი გადანაწილება, მთელი რიგი პროექტები, სოფხედელობის, იდეოლოგიის და ამის ჯახი, ხო, დაუნდობელი და გაურკვეველი მომავალი კიდე ძალიან ბუნდოვანი, რბილად რო თქვა, როგორ იქნება რანაირად. რაღაც სამხრეთ იმას არ დაემსგავსოს. მე მინდა რომ თქვენ ახლა იმას კი ვიტყვი, რომ აი კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, სულ აი ახლა ხან ვიყავით პანკში, ერეკლეს აღლიანმა გადაიხადა დაბადების დღე და ეკა ორკესტრთან მუსლიმებთან ქონდა. აი ფანტასტიკური ეს მოუწყვეს რა შეხვეთ რა, თან რაღაც მენტალიტეტით შეხედულებით, იერით, სოფლა ხმით, ხო, სხვადასხვა სარწმუნოებაა, ხო? მაგრამ აი რო ვერ გაარჩევდი ერთი შეხედვით რა ვინ არის და იმას ესე ყარელ ხერხელაოსის გოგოები შეხვდნენ, მამას თავშვილს რო არ შეხვდება ესეთი სიხარული და ერეკლეს ფან მეუთხარი კიდევაც რომ შენ ესეთ პატოს თბილისში ვერ დაისაუბრ რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ სესობა თამაინც ხო და თან არის და რატომ უყევი ეს არის იდეალური მაგალითი იმის სხვადასხვა რელიგიებმა, სოფხედელობმა, ერთი კავკასიური ოჯახის ხალხმა როგორი მოდელი შეიძლება ჩამოაყალიბონ, ასე ვთქვათ, აი სარწმუნოებრივი, პოლიტიკური, სოციალური ესთეტიური თუ ყველა თვალსაზრისით რა. სამწუხაროდ სოფლი ამ ფასეულობებს არ აცნობს, არ ძლიერი, არ სუსტი, არ გიჟი, არ ნაძირალა და არის არეული ეს სამყარო რა. სამწუხო ესეა რა, ერთ-ერთი. ამიტომ მინდა რომ თქვენ მარადიული ღირებულების სისტემა აქვს. ქრისტიანებს, მარადიული ღირებულების სისტემა აქვს მუსლიმებს. ხო შეიძლება ამ სისტემების ფარგლებში ილაპარაკონ ერთად. რა თქმა უნდა. ეხლა ესა თეოლოგიურ თემებზე და ღვთისმეტყველებაში. არა, მე რას ვამბობ რა, ეხლა ის რომ არ უნდა არაკაცკლა და არიპარო და იქაც იგივეა. პოსტულატები მორალური საერთო აქვს. ერთი ხის ნაყოფია ორივე რა, ახლა ყველაფერსო თავიდანვე. ამიტომ ეს უნდა იყოს და კიდევ ერთხელ დარწმუნდი რომ ჩვენ სწორ გზაზე დგევართ, ჩვენ ზვიად გამსახურდია იქიდან ივანე ჯავახიშვილი ოდითგან მე მაგი კი არა, ცოლი რომ მოიყვანა პირველ ფარნავაზზე იქიდან იყო, ხო? სიძე დავგვითხოვენ ჩვენ, მაშინ ჩამოყალიბდა. მე ქართულმა დიდებულებმა მაგის ბიჭი რო ტახტიდან ჩამოაგდეს. წავიდა დედის ძმებთან. და ვაინახები და იქიდან გადმოეხმარნენ ბეგები და დაუბრუნეს ტახტი. ამას კი არ დაუბრუნეს ტახტი. იმათი ტახტიც. იმათი ერთობლივი იყო. იმათი ტახტიც. ერთობლივი. ერთხელ მახსოვს იმ ალბედით პერიოდში შვილი ეკითხება პაპას. მეო საქართველოში რო ვიყავიო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ციხეებიაო, სიმაგრეებიაო და ჩვენთან რატო არ არის ეგო ჩვენო თუ ქვეყანა ვიყავითო და ჩვენო თუ რატო ვერ ავაგე? არა, რატო არ აგვაქო თავდაცვითი ნაგებობებიო და იმ პაპამ რა უთხრა, იცი?
ჩვენი იყო ეგო, ჩვენი. ჩვენი ზურგი იყო. არა. ჩვენი ქვეყანა იყო და მანდ მტერის მანდ ვაკავებდითო. თითქმის ყველა მეფეს ყავდა ერეკლესაც. ჩრდილო კავკასიელების რაზმები. და ამ რაზმებში ვინც გმირები იყვნენ და ვინც წარჩიდებულები იყვნენ და თავს გამოიჩენდა საქართველოს ტერიტორია აძლევდნენ მიწებს და ხა ძალიან ბევრმა იმათმა შთამომავლებმა არც კი იციან რომ წინაპრები ვაინახები ყავდათ. რო უთხრა ქართველი არა ხარ თავს გაგიტეხეს და პირიქით აქედან გაქცეულები მახაურების მთელი სოფელი აულია. ბარტყოფის ხელა აული. ერთხელ დარწმუნდი რომ ეს შესანარჩუნებელია და ჩვენ მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩემო თენგო რელიგიაზე მაღლა ჩვენსა და ხო ტრადიცია როგორც კი ეროვნული სულიერი ტრადიცია როგორც მარადიულ ღირებულებაზე ორიენტირებული და არა წარმავალი და როგორც კი ტრადიციებზე იწყებ ლაპარაკს დამთავრებული ამბავია შენი ამაში პოსტულატია ეგ ხო და იქ რო გაგიჭირდეს ღმერთმა არაქრას ან რო გმალავენ და ან რო შეგიპარებენ და ან რო რაღაც გასაჭირი გაქვს და გეხმარებიან ხო განსაკუთრებული სტატუსი მეზობელს ბავშვებს უთხრეს ერთხელ რომ აქო ბურთს ნუ თამაშობთ ხო იცით რომ სტუმარი ყავსო და უმალავთ გესმის მონაზე აჰა კარგი ბატონ ზალ ამაზე მოგვეცემა კიდე ახლა მე რა მინდოდა იცი მე თქვა ჩემო თენგიზ ეხლა რაც ხდება რა შესავალი გააკეთე ამაზე ჩვენ ამ სტუდიაშიც რამოდენიმეჯერ პროგნოზი გავაკეთეთ ეხლა არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს მაგრამ ვიტყვი რომ სავარაუდოდ ჩვენ ვიცით ომის როდის დამთავრდება სავარაუდოდ ვიცით ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რაზე ვაჭრებენ და რაზე შეთანხმდებიან რაზე გარიგდებიან რა თქმა უნდა სავარაუდოდ ვიცით შემდეგი სამიზნე იქნება და ამ სამიზნემდე სოფიო-პოლიტიკური პროცესები რა გზებს გაივლის სავარაუდოდ ისიც ვიცით მაგრამ დღეს ამაზე არ ველაპარაკებთ ჯერ ერთი იმიტომ რომ უმადური საქმეა პროგნოზები მეორეც ერთი დღეს ამის მომსმენი და ცხოვრებაში გამთვალისწინებელი არავინ არ აჩანს ხო და ხა მე მაინც რა მინდა იცი რომ ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რა რომ აი როგორ გონიათ რა თქმა ეს მაგალითი არა თქვი შემთხვევით რა აქ კიდე ესეთი კონფლიქტი ღმერთო გაშოროს და ამათმა რომ რაღაც ჰესების ესენი რომ მოინდომეს ხო გახსოვს გახარიას დროს რაღაც სიგიჟე რო ჩაიდინეს მთელი საქართველო დადგა ბანკისელების მხარეს იყო მთელი საქართველო ღიად და პოლიტიკური მოსაზრებებიც კი არა შინა მეც გეტყვი რო გართულებულიყო დაიძრებოდა მთელი საქართველო დასახმარებლად ნამდვილად რა ეს ესე იმიტომ რომ ძალიან ცუდი სახემი იყო ძალიან ეს პათოლოგიკალი რო არის დღესაც ეროვნული ბანკზე ყველა მთავრობაში როგორ წარმატებულია გასაოცარი არ კიდე კარგი რომ მაშინ ქართველ სპეცნაზელებს კიდე კარგი არ შეეშალათ და იქ ქალბატონები რო აქტიურობდნენ იმათ ხელი არ დაარტყეს თორე იქ ამბავი ატყდებოდა საშინელი ძალიან ცუდი სხვათა შორის ეგ ჭანკეში რო ვიყავით ახლა მე ეს რბილად უთხრა შევახსენე მაგათ რა ყველას თავის სიტყვა სხვათა შორის მადლიერი ხალხია დამნახავი ხალხია კარგსაც ხედავენ და უმადური ხალხი არ არიან და არც ხო ეხლა რატო ჩამოასახლებდა ერეკლე მეორე თან როგორც თანამებრძოლებს თან როგორც კარიბჭის დამცველებს ეხლა როგორ აგონიათ რა უარგისებს და უღირს ხალხს წამოიყო ჯერ ბრძოლაში ნახავ და რისკი დიდი იყო რა თქმა უნდა რა სხვა რა გზა ქონდა არა ხო კარგია მოზე ახლა მინდა მაინც ორი სიტყვით იმას შევეხოთ რა გარკვეულწილად ჩვენ შეგვეხება ეს აი თქვენ როგორ გონიათ რა აი კარგი დაბომბვა არის ხო რეჟიმის შესვლა, მერე სახმელეთო ეს ოპერაციები, პოლიტიკური სისტემა როგორ იცვლება, ეს მოლები თვითონ რა პოზიციებს დაიკავებენ, ჰეზბოლა როგორ ურთიერთობაში როგორ შეხედავს, როგორ შეაფასებს, იგრულ ყოფიქ შიიტების და სუნიტების ურთიერთობა რა სახეს მიიღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეტომეტად, როდესაც ირანმა არაადეკვატური დაბომბები განახორციელა, ბაზები არის. ბაზიდან გაყვანილი ყავს ამერიკას ხალხი, და შეტევამდე 2 დღით. ჯერ კაცო ყველაფერსო თავიდან დაბომბა თუ გინდოდა ამერიკის ბაზები თუ იყო, საომარამდე დაგებომბა. თუ ამაზე არის, თუ ბაზები არის, თავარი ასე მოტივატორი, ხო, ნუ ახლა უძემესი მდგომარეობა, რა შიზოფრენიული შეიძლება ითქვას და
აი ახლა თვითონ სამოქალაქო დიდი კონფრონტაცია ღმერთმა გვაშოროს იმათაც და ჩვენს და ეს სამყარო ძალიან მარტო ტოლვილები და ეს რო დაიზრა და მე რეკრეები მოხდება გასაგებია. დაახლოებით ესეთ სფერებში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ძირითადი პარამეტრები კი ვთქვი რა. თუ შეიძლება ლაკონურად და მოკლედ, იმიტომ რომ სხვა თემებზე კი ბატონო, ესე იგი ხეზბოლას რაც შეეხება, ჩაერთო ბრძოლებში როგორც მოსალოდნელი. კი, და გათვლილიც იყო რა. ამერიკული ჯარი არ დაუპირისპირდა, ისრაელის ქვეითები დაუპირისპირდნენ და შევიდნენ. ეხლა ვისაც პოლიტიკა ესმის იმათთვის ლაპარაკობთ, ვისაც არ ესმის რაც გინდა აუხსენ იმას რა. როგორ ფიქრობთ ამერიკის სამხედრო დაზვერვას და ისრაელის სამხედრო დაზვერვას გათვლილი არ ქონდათ, რომ ისინი ბაზებზე დაარტყავდნენ? რა თქმა უნდა. რა გააკეთეს ახლა ამ რეჟიმმა? მთელი ისლამური სამყარო გადაიკიდა სამეზობლოში. იორდანია ბრძოლაში ჩაერთო ირანის წინააღმდეგ, ირანის არა, ამ რეჟიმის წინააღმდეგ. საუდის არაბეთი ჩაერთო ამათ წინააღმდეგ. ეხლა სადაც ხეზბოლას გასანადგურებლად შევიდა ტერიტორიაზე ლიბანში და ლიბიაში, ორივეიდან შევიდა ისრაელი. ის ხელისუფლება იძულებულია ან ისრაელის ჯარის მხარეს დადგეს და ან ხეზბოლას მხარეს დადგეს. ნეიტრალური გამორიცხული გამშველებელი ვერ იქნება. გამორიცხული. ესე იგი რა გამოდის, რომ სამეზობლოში ყველა ირანში ის სირიაში ისეთი განწყობაა, რომ ანტიშიიტური პიროვნული ანტიპათია ჰქონდათ ამ ადამიანის მიმართ, ხო და თურქეთმა ჯარები მიიყვანა თავისი ირანის საზღვრებთან. ამბობს, რომ ის იცავს თავის მისადგომებს, თუმცა თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ იქ ყველამ თავის ტერიტორია შემოხაზა ირანის, ესეც იმასაც აქვს თავის პრეტენზია, როგორც 34 კილომეტრით გადაწია სირიაში, 34 კილომეტრი, აქედან დუშეთამდე, ცოტა კი არა, მთელ პერიმეტრზე თან თურქულელოვანი იმის დაცვის საბაბით. ხო და ეგრეც იყო. იქ ეგრე ცხოვრობს, სუნიტები არიან, რომლებიც აია სოფიას მაგივრად რომ მეჩეთია, იმას აღიარებენ თავის დედა ტაძრად. ხო და ეხლა ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად დათვლილი ოპერაცია იყო, რადგან ეხლა ყველა სამეზობლოში ყველა ამათ წინააღმდეგ არის. არაბული ლიგა. არაბული ყველა, აბსოლუტურად ყველა რა. ის როგორ გითხრა? ძირითადად ბირთვი მაინც არაბებია. ძირითადად ბირთვი არაბები არიან. კი ბატონო და არაბებს აქვთ ამბიცია აღმოსავლეთში ხო იცი ჩვენი იყო ის მუჰამედიო და ჩვენა ვართო ექსკლუზივი. კი ბატონო, ეგრეა. ხო და ესე შინაურულად განათლებული არაბები ხუმრობენ კიდევაც, რომ არაბების და ესე იგი ებრაელების ნაჯვარები არიანო პერსებიო რა, სპარსელები პირიქით ხუმრობენ, ასე რომ კავკასიის არ იყოს თავის დროზე როგორც ჩანს ვიღაცა malgrat აურია მანდაც და ბევრი ზიზღიდათ ესა ერთმანეთის მიმართ რა. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ჯერ იყო ინგლისი და მერე საბჭოთა კავშირი. რო გაყვი ახლა ქრონოლოგიას, ხო, ვინ როგორ და რანაირად მოქმედებდა და ფუნქციონირებდა. ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ირანში დაბომბვების პარალელურად სახალხო მღერვალება დაიწყო. რაც დაგეგმილი იყო და რაზეც ჩვენ საუბრობდით. ხო, ეხლა ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების და უკვე კოალიციის ინგლისის ჩაერთო უკვე. ხო და საფრანგეთმა ღიად დაუჭერა მხარე უკვე არაბთან, მაგრამ ბასეინს, ჯერ ბასეინს დაუჭერა. კი, ხო, ანუ საერთო ინტერესში თავისი მაგიდასთან მაგიდა ეს სკამიდან. თუმცა პირველად ამ
ამაზე თავი შეიკავა და პირიქით დაბომბვა. არა, კი არ თავი კი არ შეიკავა, არ ჩათვალა თავისი ქვეყანა პირველი ყოფილიყო ამ საქმეში. დათმეს იმენს. ხო, სამაგიეროდ ბალტიის პირიქით გაემიჯნა კიდევ. სამაგიეროდ ბალტიის ზღვიდან ახლა ეს ავიანოსეცი ავიამზიდი მოხსნა და ეგერ შემოყავს შავ ზღვაში და ეხლა ეს შემთხვევით არ ხდება. არც სპონტანურად არ არის ეს გადაწყვეტილება. იქ აგეგმა, ბეგეგმა დალაგებული იყო სცენარები და ჯერჯერობით გეგმიურად მიდიან. ეხლა თუ ვინმე გონია რომ ემოციის დონეზე აკეთებს ამას ახალი ადმინისტრაცია ამერიკის ძალიან შეცდარა რა. ესეთი მიზანმიმართული და ნაბიჯ-ნაბიჯ თემატურად მოსიარულე ხელისუფლება რეიგანის მერე არ ყოლია. გუნდი ძალიან ძლიერია. გუნდია ძალიან ძლიერი და ეს გუნდი მინიმუმ 7 წელი კიდე იქნება, მინიმუმს კი უკვე. ამას აერჩევენ ნახდათ ემ რუბიოს. არა, რუბიოს გარდა იქ კიდე ორი კონგრესაყავთ, ერთი კონგრესმენია და ერთი გუბერნატორია, რესპუბლიკელები, ძალიან მაგრები. და ორივე სხვათა შორის ორივეს განათლება მიღებული აქვს ევრაზიის მიმართულებას. ეხლა მოთხოვნა მაგაზია ამერიკულ პოლიტიკაში. ხო, იმიტომ რომ ეს ეხლა ამერიკის კონტინენტისთვის საჭირო პოლიტიკა დამთავრდა იქ ეხლა. კოლუმბიამ ხელი აუღო, კუბა დარჩა და კუბაში შიგნით ძალიან სერიოზული მღელვარება. ეცეთ რა არის რაშია საქმე რომ აი საბჭოთა კავშირის დროს რა დაახლოებით რას გავს ამ აეთოლების და ამის რეჟიმი საბჭოთა მე გეტყვი ახლა პირველად რა არეულობა დაიწყო მე დაუკავშირდი უпроსტորად თვითონ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი სპარსელია ხო და ძალიან კარგი ოჯახია თვითონ ადვოკატია ევროპაშია განათლება მიღებული ემიგრანტია ხო ბატ არა იქ ცხოვრობდა მამა ადვოკატი ასევე იურისტი უფრო ზეჯერ ხო მოკლედ განათლებული და დიდი კულტურას ქვეყანა და ძალიან თურქეთისგან განსხვავებული რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ხალხია და მაშინ ვკითხე რა რაღაცები ამიხსნა შიგნით რა პროცესები მიდიოდა და ვერ გავიგე მეთქი მე ვთხარი რა აი ვერ გავიგე თუ დაკეტილი სივრცეა როგორ გაიგებ თუ დეტალები არ იცი ხო ხა ვიღაც ამას გიყვება ის იმას გიყვება მედიას ერთ ხურის გაჩეჩებს მეორე მედია აჯამს ადალია ხო რო დაანება მე თავი საერთოდ ფიქრს და იციო როგორი სიტუაციაა ჩვენთანო საბჭოთა კავშირის დაშლის წილოს თქვენთან სიტუაცია იყო აი ესეთი სიტუაციაა როგორ არის მეთქი აი მაინც როგორ არის და ესე იგი აუტანელი ვერტიკალური მმართველობა და ქვევით კატასტროფული სიღატაკე. როცა ადამიანი ეს არის ღარიბია და თან არც პერსპექტივა არ აქვს, ის მერე ყველაფერს თავის წარუმატებლობას აბრალებს ვერტიკალურ მმართველობას და აქ ვერტიკალურ მმართველობაში კიდევ უარესი ძალა დახვდა კაცო. იჯდა 4 თუ 5 მოხუცი და იმის მაგევრათო შვილიშვილების ბედნიერებაზე და ახალგაზრდობის მომავალზე ეს დავხრიტოთ ეს ჩამოვახჭოთ ეს და 40000 კაცი არის არა 35 დაფიქსირებულია და არც დაკარგულები არიან გამხრალები ასმე ლაპარაკებით უღმერთი გწავს მე იცი კიდე რა ვერ გავიგე ჩემო თენგო გულწრფელად ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე გეუბნები რა აი ადამიანები რო არიან და მხარს რო უჭერენ ამ რეჟიმს იმ რეჟიმს რა ბიჭო ამ უბადრუკებს ხო კინო მაინც არა გაქვთ ნანახი შახ აბასზე აღა მაჰმად ხანზე შახ აბასი იყო მაგ რეჟიმის ფუძემდებელი აღა მაჰმად ხანი ბოლო მოგიკანი იყო მაგათი ერთადერთი ნათელი წერტილი შუაში იყო ნადირ შახი რომელმაც ევროპელებთან დაათმო ურთიერთობა და დალაგდა კიდევაც მაგრამ ბოლოს იმანაც აუორია სიბერის გამო პრინციპში სიბერის გამო კონკურენტებმა თან ბრძოლაში აიძულეს ხო და განსაკუთრებით გაცოფდნენ საქართველოს რო ესე იგი გამოუძვრა ასე ვთქვათ მართლობის ქვეშიდან და თან საქართველოს რო წამოიღო მთელი დღევანდელი დაღესტანი დღევანდელი აზერბაიჯანი დღევანდელი სომხეთი ხო ასე რომ ეს აი როგორ 9 თვის მერე რო ბავშვი უნდა დაიბადოს
ის პროცესი მიდის. მტკივნეულად დაიბადება, უმტკივნეულოდ დაიბადება, როგორ დაიბადება, ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ხელმოსაკიდი აქ საერთაშორისო საზოგადოებას ამ პროცესებში აქ არ ნახული მხარდაჭერა მასების, ირანელი მოსახლეობის. ეხლა აქ თავარია ვიღაცამ არ იმამაძაღლოს მე და ეს გავლენები ფეოდალურ ლიდერებზე არ გაავრცელოს, რომ ტერიტორიების მიტაცება და მოტაცება დაიწყოს. და ამით ეს ერი შეკრას კიდევ. რა თქმა უნდა. ხო და ეხლა მაგისტვის მე მგონი მორალური ავტორიტეტი ყავთ. ფეხლევი. შახის. ხო და რეალური რო არ იყოს რიზა ფეხლევის გავლენები, მან ინგლისი არ ჩაერთობოდა. რიზა ფეხლევი და ყველა მონარქია მსოფლიოში კარგად არის ინგლისის მონარქიასთან. ევროპის სამეფო დინასტიების ლიგაში ბაგრატიონებსაც ჩვენებს უთქავიათ საპატიო ადგილი რომანოვებზე წინ. უფრო გაცილებით დიდი ის. თავის დროზე გამოეყენებინა ფსევდოპოლიტიკოსებს საქართველოში. ფსევდოპოლიტიკოსებს, რომ ზოგი ნეოლიბერალური იმით რომ მოვიდა და ზოგი ამ რაღაცა თითიდან გამოწოვილი მეორე მსოფლიო ომის მერე გაჩენილი საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაციების სახელებით რომ მოვიდნენ, ამას უნდა გაყოლოდნენ რა, ტრადიციული, კონსერვატიული და მორალური სახელმწიფოს შედეგი. ეს თქვენ მაინც მინდა დააკონკრეტოთ რა, აი ამ შახის და დიდი მოსახლეობის და აი ამ კოალიციის, რომელსაც რა თქმა უნდა სერიოზულად დიდი ბრიტანეთი ამის უკან ადგას, ეს იკითხება თავიდან ბოლომდე, ეს თითქოს და ისე არაჩანს, მაგრამ სცენარი მაგათი დაწერილია, გასაგებია. აი ეს უკმაყოფილება და ეს თვითონ იქით ამხარეს, თვითონ ეს მუსლიმ ძმებთა დაცვის ლიგა თუ რა ქვია მაგათ ეგენი იბრძოლებენ ბოლომდე. თამთო 9 მილიონი არიან ეგენი. ბოლომდე იბრძოლებენ. ოიცით 9 მილიონი. სანამ არ გაანადგურებენ მაგათ მართვის სისტემას. როგორ გითხრათ? მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაწილი უკვე გადაბირებული ყავს ისრაელის დაზვერვას. თქვენ ესეთ ოპტიმისტური მაცხადავთ, რომ ამის ვენესუელაში ამოყავით თავი. არა, თლა ვენესუელა არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა 9 მილიონი გიჟი ყავს. თან ეთნიკურად სხვადასხვა ხალხია, ამაშია ლაპარაკი. ეს არის მთავარი პრობლემა იქ, რომ დაუშვათ იქ აზერბაიჯანელი შიიტიც არის, იქ არაბი შიიტიც არის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, იქ ებრაელი შიიტიც არის და აქ რა ის ხატაბირო იყო აქ ჩრდილო კავკასიაში ჩამოყო. ვიდი ხო იცი ეთნიკურად? ებრაელი იყო. მუსლიმი ებრაელი. და რომელი ფანატიზმის რომელი მუსლიმი შეედრებოდა? ეგ იყო აქ ევრაზიის კონტინენტზე მეთაური. ის როგორც მაგას კიდე არ მიდოდა მაგ თემაზე რა შემოიტანე და მაგათ აქ ხო დახორწინდა მეორე თუ მესამე ცოლი მოიყვანა ეგ ეს რო იყოს შვიდობიანი პატარა პერიოდი გარდამავალი შვიდობიანი გასოთ ხო და მე რაღაც აქაურ კულტურას და წაუკითხია ჯერ დაიწყო რუსთაველი შემდგომ ვაჟაფშაველა წაიკითხა ჭაბუამელი კონსტანტინე გამსახურდიელი და ესენი და გაოგნებული იყო. კი არ კითხულობდა. უკითხავ. ხო, ნუ ახლა. ეს იწვა ჩაი. ხო, ნუ მიაწოდეს მოდი ახლა რა. კი. არა, ფაქტია რომ ისეთი სიტყვები თქვა, ისეთი რეაქციები თქვა, მე გაოგნებული ვარო, რომ ესეთი ერი, ესეთი ცივილიზაცია ის არსებობს და თლა თქვენ ყურის ძირშიო და ფაქტიურად გამოთქვა დიდი ისისო რომ სამყარო რამეს ასეთ მოდელზე უნდა. იმიტომ ისეთი ტოლერანტულია ეს კულტურა. ხო, მაგრამ მე რა დააყოლა ის აღარ ათქვეს. და რატო არ უნდაო ამ ხალხს რომ ჭეშმარიტ რელიგიას ეზიარო? აბა მაგას იყოს ფანატიკოსი იყო. მაგრამ ეს თვითონ ფანატიკოსა თუნდაც ამის გარეშეც რომ ესეთი სიტყვები წამოწდება ეს უკვე ფანატიზმს გაანადგურებს ესეთი კულტურა. აქსიომა ორჯერ ორს ვიტყვი. ნებისმიერი დიდი და ძლიერი ერი ან ქვეყანა ნაკლებად კულტურული
კულტურულ ელს რო იპყრობს, შიგნიდან ინგრევა. კულტურა ანგრევს დროთა განმავლობაში. ასე რომ ამ ხრივ კონკურენციის აღდგენა მადლობა ღმერთს ინტელექტი მოგცა ღმერთმა და ამ ხელა კულტურული და ამ ხელა ხელდასმა ზევიდან კიდე რაც თავარია ლაპარაკობთ მე იცი კიდე გული რაზე წყდება არ დამავიწყდეს მე რა კაცო ამ ჩვენ ისტორიკოსებს რო ამოჩემებული აქვთ რო ისა რა ქვია მე-5 საუკუნეში გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში ქრისტიანობა მეფეს ოჯახმა გამოაცხადა თორე ჩვენი წელთაღრიცხვის 33-38 წელში ორი ტაძარი იყო უკვე ქრისტიანული აშენებული პირველი იესო ქრისტეს მოსწავლეები აქ ანდრია ხო და მაგას ვამბობ ერთი წალენჯი ხაში იყვნენ და მეორე ზევით იმედი ამას რო ამბობ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ისიც თქვით რომ ქრისტიანობა შემოვიდა პირველ საუკუნეში მაგრამ სამეფო ოჯახმა აღიარა მიიღო და ეგ სხვა და მეორე კიდე დავით ესა ვახტანგ გორგასალმა თბილისი ააშენა ვახტანგ გორგასალმა თბილისში დედაქალაქი გადმოიტანა მცხეთიდან აქ ქალაქი იყო და ამ ქალაქის ნანგრევებში რომაული არქიტექტურის ნიმუშებია ანუ იმ დროინდელია 1700 წლის არის თბილისი 1800 წლის არის 2500 და 200 არა ისე ზოგადად რა უშვებ შეცდომებს უშვებ კი ბატონო ასაღიარებელია და გასათვალისწინებელია აბარა განაგზნეთ ეს თემა ეხლა იცით როგორი ამბავია რომ რაღაცების თქმა არ თქვა მოკლედ ძალიან ესე რომ შემდგომ თელი მსოფლიოს ყველა დიდი მსოფლიოში ყველა დიდი არ არის ყველაზე გახსნა ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურები ჩართულები არიან ამ საქმეში ყველას თავის კავშირები აქვს ირანში და არაბულ სამყაროში ყველას თავისი ინტერეს ჯგუფები და გავლენის სფეროები აქვს და ყველა მუშაობს აი ამ რეჟიმის წინააღმდეგ მეცაც გეტყვით ინგლისელები მარტო არ ჩაერთვებიან ამ ბრძოლაში. ინგლისელები ჩაერთვებიან უკრაინელებთან ერთად ამ ბრძოლაში და ეს შემთხვევითი არ არის. ახლა რა თქმა უნდა, ახლა ელემენტარულად ეს იმ დონის კატასტროფა მოხდა და იმ დონის რაღაც ესეთი დაჯახება და რყევები რომ უკრაინელებმა ამ მეორე პლანზე გადაიწია. არ მაგის გარდა კიდე ჩემოთენგო მე რატომღაც ესე მგონია რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინგლისის საერთაშორისო არენაზე გამოყავს როგორც პარტნიორი უკრაინელი. ანუ ეს სამომავლოდ ერთად ამ თემაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, კავკასია. ხო და სანამ რაღაცა სულერულ კომენტარებს დაწერთ ხოლმე რა, ცოტა ხანი მოიცადეთ და მე მიხვდებით რაზეა ლაპარაკი. პირველად გამოყავს როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ანუ თანამებრძოლი. ანუ ამით რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც ეუბნება რომ სტრატეგიული პარტნიორია ის უკრაინის და იქნება იმასთან ბოლომდე. რუსული მედიის ისტერიას და რუსი პროპაგანდისტების ისტერიას მინდა რომ ორი სიტყვით გამოვეხმაო რომ ეხლა ჩვენი ჯერია შეშინებულები არიან ყვირიან რაღაცა ბირთვული იარაღით იმუქრებიან. თქვენ ეს პროცესი არ შეგეხებათ, ნუ გეშინიათ, დაწყნარდით. ამის შემდეგ ერთი ფაზაა კიდე და მე შეიძლება დასავლეთს დასჭირდეს რუსეთის ფაქტორი და თუ მიხვდებით, როდის იქნება ეგ ფაზა და რაში დაჭირდება, თქვენც გეშველებათ, მაგრამ მანამდე უნდა უკრაინაში ომი დაამთავროთ. უნდა რა, ახლა ის გაფრთხილების მეტრეველი რო არის თუ ბრიტანეთის სპეცსამსახური ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირ განცხადება გააკეთა, საიტებზე დაიდო. უკრაინა, როგორც ასეთი თქვენ თქვით, სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი გავლენა, ჩვენ არ დავთმობთ მაგ რეგიონს და ასევე ახლო მდებარე რეგიონი რაც არის, კავკასია და ეს ხარი გულისხმა, იქ სადაც კონფლიქტური ვითარება და რუსეთის, ჩინეთის და იმის გავლენები საკმაოდ ისეთი არის და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ჩვენ ამათ განვიხილავთ მართლა როგორც
პარტნიორულ ასეთ ხალხისათვის გასაგებენაზე. არა, ეს ოფიციალურად ადრეც ვლაპარაკობდით, მაგრამ მაგრამ ეხლა რადგან ეს პროცესები ისე დაიწყო ზუსტად ეხლა ჩვენ გვიხარია რომ 95%-ით მართლდება ჩვენი პროგნოზები. მადლობა ღმერთს საქართველოს ფარგლებს გარეთ სერიოზული პოლიტიკური წრეები არიან, რომლებიც თვალსადევნებენ ამ პროგნოზებს და ისინი აღიარებენ ეხლა აქ თუ უმადურია ვინმე არ ვიცი და ჩვენ ვლაპარაკობდით უკრაინაში ომი რო დაიწყო მაშინ ამერიკის კონტინენტი მთლიანად ქოლგა იქნება ამერიკის შეერთებული შტატებით თავის უსაფრთხოების სისტემით ევროპა და ევრაზიული ესე დავარქვათ კავკასია არა მარტო ევრაზია თორე თურქეთის გავლენები აქვს ხო იცი ინგლისი და ახლო და შორეული აღმოსავლეთის მართვის ქოლგის მართვის ცენტრი იქნება ავსტრალიაში. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით პარტნიორები ყავთ საუდის არაბეთი და იორდანია. მიუხედავად ამისა, ხა ინდოეთიც მაგათია უკვე. წავიდა დამთავრდა. ეხლა რაზე ვამბობ ამას? ახლო აღმოსავლეთში იფიქრებენ, რომ იაპონიას და გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მიეცა საშუალება სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიის განვითარების და დაახლოებით 60%-მდე განავითარეს და როგორც 60%-მდე განავითარეს გაიზარდა უკვე მათი სამხედრო სამრეწველო ინდუსტრია კომპლექსი ხო მთლიანად და როგორც გაირკვა მთელი ამ ხნის მანძილზე იაპონელები გაჩერებულები არ იყვნენ და მთელი მსოფლიო რო მეხუთე ტიპის ავიოგამანადგურებლების შექმნაზე მუშაობს იმათ უკვე გამოსცადეს მაგრამ საზღვაო ფლოტს იაპონიისას ხელმძღვანელობს ინგლისელი ადმირალი როგორც გარანტი ანთარებული ახლა ზღვაში ომს მაგათ ვერ მოგებს ინგლისელებს და როგორც ვიცი ჩაუსვეს რა თქმა უნდა და როგორც არგენტინის ომის მერე გაირკვა ძალიან ბევრ ქვეყანას და მათ შორის მაშინ ახლა არ ვიცი მაშინ ამერიკასაც 7ჯერ აღემატებოდა ავიაციაშიც 7ჯერ გენა 7ჯერ ახლა რა თქმა უნდა ბალანსები შეიცვალა ყველაფერზე შეიცვალა ამ ომმა ესე იგი ყველაფერი გადააფასა რა ხო ბრძოლის შეარებოს ეს ჩვენი გენიოსი რო ეფარიკავება ბრძოლის ველზე გმირობის ფაქტორი შეამცირა ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე მაგრამ გაზარდა მოთხოვნა ინტელექტუალურ მეომრებზე სტრატეგებზე და ტექნიკის სწორად მართვაზე რა ეხლა ხო ბრძოლის წინახავი აღარ არის ზიხარ ოთახში და უყურებ შენ ამ მიმართულებით წადი ამ სიჩქარით იარე შენის გააკეთე შენ აი დრონი მოგდებთ ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული გახდა ომი აბსოლუტურად ეხლა ამას კიდევ ეს დაახლოებით ძალიან იგივეა დონ კიხოტე სერვანტესი რო ახსენს და დონ ვინ არის დონ კიხოტე თავის როსინაძე რაღაც ხელია რაღაც კარიკატურული რაღაც ვითარება მაგრამ სული ხო უკვდავია მაგრამ იმაც ხდება რომ ეს სულ ამ სულიერებას რაღაც საშინელება უპირესპირე გარედან ტყვია წამალი ზარვა და ამ რაინდულ სულს რო კლავს ხო ესე საფრთხეში და მთელი ირონია ამაში დაახლოებით იგივე ხდება ხო და ქარისტისკვილებთან რევოლუციური თვალსაზრისით ქარისტისკვილებთან ბრძოლა დრონებთან და ცივილიზაციას ბრძოლა არის და ეს ქიმერები ის როგორია რაღაც მოჩვენებები და სინამდვილეში ცივილიზაცია მარადიული თემა მარადიულიც იმიტომ აი ნაწარმოები ცივილიზაციის ჯახია ხო ეპოქა რო ვერ კლავს ნაწარმოებს მარადიული იმიტომ რომ მარადიული თემებზე ყოველთვის აი ინტერპრეტაციები ექნება ჩვენ რა შეიძლება რომ შეგვეხოს ჩვენ არ ვიცი მე რა არ ვიცი ხლა არ მინდა ვილაპარაკო და არ მინდა ვილაპარაკო რა დიდ დროს წაიღებს რა ჩვენ რას ვაკეთებთ არ ვიცი არა რაღაცა როგორც სიკვდილის ჭაობში იყო რა არა რას ვაკეთებთ არ ვიცი იმიტომ რომ რაღაცა კაბინეტებიდან თანამდებობის პირები არ გამოდიან ორი წელი რატო ირანის დროშას დემას ღებავენ ნუ ეხლა როგორ შეიძლება რა მე მესმის რომ ვიღაცას თავში მოუვიდა იქ აზრად რომ არა თან ამ დროს არა ეს გაუგებარია გაი თვალსაზრისით ამათე
უბადროკეს რო არის რაღაც რა ქვია სუსის უფროსი ამერიკაში იქ ჩადეს რაღაცა ეს სერიოზულ მოლაპარაკებებში მიდის და ამის საპირწონედ ხდება ეს პროცესი თორე ნახავ ურთიერთგამომრიცხავია თვალზე ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე ეს კიდე შანტაჟი გავდა და ეს შანტაჟერით შეიძლება დასრულდეს მე მგონი ეს დღეები მეტყოლა ხო ახლა მეტი ახლა რა უნდა ხო და ვერც სიმართლე გითხრათ ვერც პრემიერის პოზიციები ვერ გავიგე აი 2 წელია ხო უკვე არის ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია არ ჩანს ანუ როგორი ქვეყანა გვინდა რომ ავაშენოთ მოდელი თვითონ ხო აი სახს რო აშენებდნენ ხოლმე და არქიტექტურას რო არ ყავდათ რო დაეხაზა წინასწარ რა ესე მივდივართ უკომპასო გემივითავართ ხან მარცხნივ მივაწყდებით ნაპირს ხან მარჯვნივ და ესე ადრეც ეგრე იყო მაგრამ ანიქით გაგრიყავს ან აქეთ ხო მიზანზე როა ლაპარაკი როგორ მივდივართ რა გზებით მივდივართ ამ მიზნამდე არც ეგ არ არის გამორკვეული არც ეთნორეგიონალური პოლიტიკის კონცეფცია არ დაიდო ამარეულ დროში სამეზობლო პოლიტიკა რო ქვია ხო რაღაცა ფასები უნდა დავაკლოთო და დაიწყეს ფასების დაკლებით კი არ უნდა დაიწყო ხელფასი უნდა დააწიო ჯერ ერთი აქედან და მეორე წერთი ქვევიდან ზევით ვინ როდის იყო რომ მონოპოლიებს და კარტელებს ანგრევდა ზევიდან უნდა დაიწყოს დაანგრევა ეროვნული ბანკიდან ფასების რეგულაციები ინფლაცია მოყვეს ჩემო ბატონო და მერე კარტელები თუ არა და ეხლა რა კარტელებია არიცით ზარ მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ რა ახლა აქ ერთი კაცის ის არის ხო ვიცით არა ეს არა მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ ამათი კი არ არის მარტო ეს ქვეყანა კაცო ესენ დღეს როგორც იყვნენ და ჩვენიც არის ეს ქვეყანა და გული შეგვტკივა და უფრო გვინდა ნათლად დავინახოთ ჩვენი მომავალი თუ საბრძოლია ვიბრძოლებთ მაგრამ გვინდა ვიცოდეთ რისთვის ვიბრძვით ხო რა ქვეყანას ვაშენებთ გამოდით ერთი რა ზეთუნახავები ვიცროზე ხართ კაბინეტებში და გაიარეთ ქუჩებში ნახეთ ხალხი რა დღეშია კაცო არა თუ ასაზრესეს კატასტროფაა რა ადამიანები და საზოგადოება რომელიც თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული ის სამშობლოზე არ ფიქრობს ყუილია ის არ გაწირავს თავს სამშობლოსთვის და არც ერთი პარტიისთვის და არც ერთი ხელისუფლების. მე ამაზე ხელისუფლებამ შეიძლება მარადიული ხელისუფლების შენარჩუნების სტრატეგია ამაზე აქვს. არ არის დანაშაული. ეგ სტრატეგია სად არის აბა? ხო, აბა ახლა. ხო შეიძლება გამოხვიდეთ და თქვა რომ მე უნდა ვიყო 20 წელი, ან 25 წელი, მაგრამ ამ 25 წელიწადში ამას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ. სად არის ეგ გეგმა სად არის? გრძელვადიანი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელსაც ქვია სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია სად არის. ბოლშევიკები მაგით მოვიდნენ, კონსერვატორები ახლა ამერიკაში მაგით მოვიდნენ. ის ამბობს, რომ ჩემი ხედვა არის კონსერვატიული და აი ამ კონსერვატიული იდეოლოგიის ფარგლებში გრენლანდიას წავიღებ, იქ ჩინელებს გავყრი, იქ ვენესუელას შემოვიდნენ, ანუ ერთიან სისტემაში მოვაქცევ. პულტი იქნება ვაშინგტონი. ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერი, ესენი ამ პროცესში ეუბნებიან, რომ ერთადერთი შენი კონკურენტი, მან დისკრედიტია და მან შენი პარტნიორი ვარ. აი ამას ეუბნებიან. თუ იმათ რო თავი გაჭირვებია თვითონ ყველაზე უფრო მაგათ უჭერთ. მაგათი კომაგები არიან. არა, მე რას ვამბობ, იქ კრემლში რომ თავი გაჭირვებია. ანუ ხო საერთოდ. მე აქ მან კატასტროფული მდგომარეობა, სრული კატასტროფა. თქვენი აზრით, მაინც ახლა როგორ გონიათ, აი ახლა, აი აქ რა შეიძლება აი აქ რო გაკეთდეს, აი რაღაც აი იმდენად აბსურდულია, რომ აი ეს პატური მდგომარეობა ჭადრაკში რო არის, მაგ მდგომარეობაში. ადრეც გითხარით, შემოთეკო აქვე და კიდევ გავიმეორებ. გამოსავალი რომ არ არსებობს კი რა. გააჩნია რა გინდა. ორი ვარიანტია. ერთი ვარიანტია, რომ ესე იგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და კოალიციური მთავრობა. მეორე ვარიანტია, რომ ეს მთავრობა შეიცვალოს და ამ მთავრობამ მიიყვანოს მანდამდე ნორმალურად საქმე. მთავრობას რა გულისხმობ ხა?
მე არ ვერჩი კობახიძეს პატარა ბიჭია კაცო. ძალიან პატარა. ხო. არ ვერჩი, თორე სამი სატელევიზიო გამოსვლა გვინდა მე და ჩემნაირებს და ბურდღა არ დარჩება. მამა შენი გია ვერგიშველის და ედეპეშნიკები იქ რო ყავს კიდე. ისინი რა ქვია, კომაგები. რატო მაგენე ისეთ კანონას ღებულობენ იქ თუ არ გამოცხადდა თუ არ დაემორჩილე გაგიშვებენ სასაცილო არ არის ეროვნულ მათ შორის 4 და 9 შვილის დედებს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ნარჩენები მიტინგების აკრძალვაზე რო ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე რო ლაპარაკობენ დაჭერებზე და დაგავიწყდათ ვინ იყავით და რა საკეთებდით კაცო ბოლოს ბელოჩაუს სიმღერათი დაამთავრეთ თქვენი პოლიტიკური კარიერა ნიუბორჯანაზესთან ერთად კაცო ხო და არ მათი მას მოვაყოლე არ ვერჩი რა ჩემი კონკურენტი ნამდვილად არ არის ირაკლი და არც ის არ მინდა კიდე რომ უბრალოდ ძალიან ცუდ დღეშია პატურ სიტუაციაშია მართლა და შეიძლება იქ ყოფილ პრემიერებთან და ყოფილ პრეზიდენტებთან ამოყოს მიუსვან თო მე მაგის ადგილზე გადავდგებოდი უпростоრად პარტიაში რეფორმას ჩავატარებდი თავის პარტიაში რეფორმას ჩავატარებდი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს გარედანაც დავიმატებდი შიგნიდანაც არიან განა არ არიან და მე ავდგებოდი და გავიწეროდი რა დაუთმობდი ადგილს უფრო სერიოზულ უფრო საქმიან და უფრო ღირსეულ ადამიანებს გინდათ არ გინდათ კარგი ზალა ხა ხუმრობის ხასიათზე დამაყენე რა ისე ხატაოთ თქვენ რომ გამოიყვანეთ იმათ რა ქვია ესპანეთის ფრანკოს იმათ ჯერ რომ გაანადგურა თავისი ოპონენტები მე მეფე მოიყვანა რეფორმები თვითონაც წავიდა და კარგად კაი ტკბილისი ისგონდა და დღესაც ერთ-ერთი ლიდერია შევარდნაძე მეგრე არ გააკეთა მიშა რომ მოიყვანა არა შევარდნაძე მეგრე ვერ გააკეთა მაგას რა უნდოდა კი უნდოდა დაახლოებით ეგეთი კი ქონდა მაგრამ მოკავშირი კი გაანადგურა რა თქმა უნდა გააკეთა მაგრამ ახლა არ ღირდა იმათ რომ მიშას რა უნდა და ბოლო მესამე ადგილზე გასვლა უნდა და ორი დიდი რეგიონი იყო გაყალბებული ორი დიდი და იმის მაგივრად მეორე ადგილზეც ვერ გადი მესამეზე ოღონ ყარად გადიოდა და ახალგაზრდა კაცი იყო 35-ის თუ რამდენის იყო 36-ის და მომავალი წინ ქონდა და როგორც ასეთი და ეგ უნდოდა და ამან თავი გაიგიჟა ბეიკერი ორჯერ ჩამოვიდა უთხრა ასე, იმიტომ რომ მიშა მაგათი ფავორიტი იყო, კაცო, ამ შემთხვევაში ამან გარანტია მისცა მიშას პატრონებმა ხელშეუხებლობას. კი, მაგრამ ამან მოინდომა ცოტა უფრო მემკვიდრეც მე უფლება მე დამიტოვეთ, ამის უფლება არ მისცეს. და ამის ის იყო რომ გააპაზორეს და ანტარქტიდიდან დაწყებული იაპონიიდან გაპაზორებული შევარდნაძე ვიხილეთ. ეს მაგარი იდეაში კი გეთანხმები რომ ეგ უნდოდა, მაგრამ ეგ ცუდად გააკეთა. არ გამოუვიდა იმიტომ რომ დააგვიანა. ხო, ნუ ახლა რა თქმა უნდა დააგვიანა და მეტის მეტი მოინდომა ახლა. მაგან უთხარ რომ იმაზე ევროპის ის ვარშავის ბლოკის თვითონ მიიწერა, ხო ახლა რა მე დავშალე და იმას ქვენე და სინანე 9 აპრილმა დაჭალა, მაგას კი არ დაუჭდი. ხო და ასე შემდეგ რა მთელი რიგი ისინი ატომური საფრთხე აგაცილეთ მეც და გორბაჩოვმა როგორც ასეთი. მოკლედ ტრაბახი გვეხერხება ჩვენ. ხო რა თქმა უნდა, კაცო ესენი და ეს არ დაუფასეს და არ იმასაკნეს რა. უფრო დასასრულისკენ მივდივართ ხო მე მგონი რაღაც და აი მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ესე უნდა მოხდეს მაგრამ ამას შეიძლება გაცნობიერება ელემენტარულად ჩვენ მე ახლა მარტო ვადამდელი ამას არ კმარა ამის გარდამავალი არჩევნები უნდა იყოს უნდა შეთანხმდნენ ესენი რომ გარდამავალი ნიშნავს ერთი წლიდან წელიწად მაქსიმუმ და ორი მთავარი მომენტი ლუსტრაციის მომენტი და რეფერენდუმის момენტი გარანტირებულად უნდა იყოს ჩადებული რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია. ცოტა რომ ჩამოვთვალე ესე და აგავე 2 წელიწადში. ესე იგი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მერე უმრავლესობის ლიდერი იყო, ეხლა პრემიერია. კანონი ლუსტრაციის შესახებ, კანონი სახელმწიფო სამშობლოს ღალატის შესახებ, კანონი ცრუ ინფორმაციების გავრცელების. ეხლა ნახავ შენ რა ინფორმაციებს გაგივრცელებენ. ხო და კანონი მის
ცილისწამების შესახებ. ამას აღდგენა უნდა და დაწერაც არ უნდა და კანონს ლუსტრაციის შესახებ კიდე ბალტიისპირელებს რა კარგი კანონია. კი ბატონო, მომენტალურად თუ გახსოვს პრუსკენერო იყო, გამოდიოდა ანგრა და თურმე რა ყოფილა? ხელშეკრულება რაღაც. ოღონდ ისეთი ვიტროი, დამღუპელი და ისეთი არა ქვეყნაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის იმდენად ლამაზად წავიდა და არავინ კუდიანებზე დევნა არ დაიწყო კი ბატონო ჩვენგან კიდე ისეთი უბედურებები აქვს ის აგენტი კი არ იყო თემატურად ითამაშა ერთხელ რა ერთი რაღაც აქტი იყო კონკრეტული აქტი ისე ვისაც ხელი გაქვთ მოწერილი ან ამ სუსთან ან წინა კაკებესთან იცოდეთ რომ ამოგიტივტივდება აუცილებლად ამოტივტივდება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაავალა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საქართველოში ვინც კაკებესთან, FSB-სთან და ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ან შენიშნული არიან, ხო? შემჩნეული არიან. ეს ხო გაახმოვანეს, იმათ ხო უდებთ უკვე ეს უბრალოდ ოფიციალური ნება დართეს გაასაჯაროეს, თორემ ამას დაიცა კანონის სახეა, კონგრესმა უყურე როგორ დაავალა, კონგრესმა დაავალა გამოიკლიეთ და გამოავლინეთ. ანუ დღის სინათლეზე ცოტა ხანში მე რო გამოავლენენ და რო გამოიკვლევენ და უკვე გამოკვლეულიც აქვს და მე გადაწყვიტავენ რა ფორმების სცენ ამ ადამიანებთან ურთიერთობას. ამათ ადგილას ბატონო ზარ რა ჩამოთვალეთ, ჩემ მეშინდებოდა ერთადერთი გამოსავალი კიდე ამ პარტიებსაც მივმართავთ გარდამავალი არჩევნების გარეშე. ეს რას ნიშნავს ზარ, იცი რომ მე კიდე მინდა რომ არ შეშ და ამ ხელისუფლების მიერ აძარცვი ქონება ჩვენ გვეკუთვნის. მე კიდე მინდა უთხრა რომ ნუ შეეშინდებათ რა. არაფერი საშიში არ არის. თუ თქვენ მართლას მოღალატე სამშობლო არ გაგიყიდეთ, არაფერი საშიში არ არის. ცოტა რთული პერიოდია, მძიმე პერიოდია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. საჭიროა დიალოგი. ის კი არა რაც ახლა გააკეთეთ. ჩემი პროექტი იყო ეს დიალოგი. რა დიალოგი, კაცო, დიალოგს იმაშვები და კაცი იჭერ მერე ეგრევე და ურტყამდა კიდე უფრო ამძინებ მართლმსაჯულების კანონმდებლობას. ეგ ახლა როგორ არის, იცი? კაც რო ტყვიათა დაადგე თავზე, დაგხრიტავ ამას ხელს თუ არ მოაწერო. დიალოგიც არ გამოვიდა, ბენეფისი გამოვიდა, რა კარგები ვარ. ეს არის ახალი შანტაჟის და მუხარის განხორციელება. მაგაზე უნდა მოისმინო რა. 14 წელი რო გამწარებულია ხალხი, იმათი გულის ტკივილი და იმათი საყვედურებიც კი უნდა მოისმინო და თუ მზად არ ახარ მიიღო ეს და გამოასწორო, მაშინ არის უამრავი გზა რა, უამრავი გზა. მოდი კიდე ერთხელ ჩამოუთვალოთ, მე ახლა თავს ვარიდებდი ამის ჩამოთვალას, მაგრამ უნდა ჩამოთვალო. ქვეყანაში, როდესაც გლობალურ პროცესებს უპირისპირდები, როგორც ირანის სახით, ჰეზბოლას სახით, კიდე ვინ თქვა, ირანის კავკასიის ჯერი. ხო, რა თქმა უნდა, ეს მოვართ მაგამდე, მანამდე მე და ისტორია გავიხსენო, სადამ ჰუსეინი, კადაფი და ყველაზე რბილი შემთხვევა კიდე რომელი იყო? ხო, ბელგრადის მილოშევიჩი, გახსოვს? მილოშევის შემთხვევაში რა იყო, კაცო, იმასთან ერთად კლინტონთან და დეიტონის ხელშეკრულებამ ნობელის პრემია მიიღო, არ გახსოვს? ბალკანეთის ახალ და მთელი ქვეყანა მალავდა კიდე იქიმათ მუშაობდა წლების მანძილზე. ხო და ამის შემდეგ ესეც მოხდა საბედისწერო შეცდომები და ამ კაცმა ჰააგაში ამოღო, ისე როგორც კარაჯეშმა და ლატკომ რადიჩმა, რომელმაც დანაშაულები და სხვათა შორის სერბეთის ხელისუფლებამ ჩააბარა თვითონ ჰააგას და ითანამშრომლა საგამოძიებელო სისტემებთან. ამათ გასაგონად ვლაპარაკობ. გაცვალა ნატოს წევრობაში. ხო, დიახ და ამიტომ გაითვალისწინეთ ეგ და კარაჯიჩის და მემისისისა თქვენ სანატრელი გაგიხდებათ. ეს ქვეყანასაც ძიმედ დაუჯდება და არ მინდა ახლა. ძალიან ძიმედ დაუჯდება თუ ეგრე გართულდა, ხო? მართლა ყველა დავზარალდებით. ამისკენ მიდის, ხო ხედავ? სამწუხარო. აბა რომელი მე ჩამოთვალე ყველა ვარიანტი, რაც კი ესენი ფრანკოობას არაპირებენ. ხო? არ მინდა კიდე დაიძაბოს. შენ რო თქვი, ახლა გამეყინა რა, ახლა პირდაპირ ცოტა თავი შევიკავე. არა, მე ვთქვი ვარიანტი. იდეაში კი ბატონო. ვარიანტი გაქვთ. კი, როგორ არა, კაცო. დღეს ბიზნესად დღეს შეუულია ფრანკო გახდეს.
მაგრამ ახლა საერთგენად მიდის ეს გასაგებია. ხო და მეორე მომენტია კიდე, ესე იგი, არ მინდა რომ დაიძაბოს მაყურებელი რა. ირანის მერე რომ პირიქით ამაზე ოპტიმალური და ამაზე ხელსაყრელი ვითარება დღეს რო გვაქვს ჩვენ არ აქონია ისტორია. უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ამაზე შანსი არ გავს შანსი. ეს არის 90 ზალ მომენტი 91 წლის გახსოვს პორტუგალიას რომ უგეთ არავის რო იმედი არ გქონდა. როგორ არა რო აი ეგ არის რა. კი და ძალიან ხელსაყრელი ისაა და იგივე სოფლიოში აი ისტორიაში მეტყვის ვინმე რომ გერმანია ინგლისი და საფრანგეთი ერთ სტრატეგიაში და ერთ გლობალურ ხედვაში დაუძინებელი მტრები დაუძინებს სულ ომობდნენ 100 წლოვანი 300 წლოვანი 4 ქვედადინებები წყალქვეშა დინებები ხალიჩების ქვეშ ისინი მეორე მსოფლიო ომის მერე კიდე ბიზნეს კონკურენცია არა დეგოლმა ატომურის გამოსა და რეზიდენცია სად იყო კაცო პარიზში იყო მერე გადაიტანეს ეგ ბრიუსელში ანუ თვითონ დაანახა რომ 7 ჯერ ბუთქა რა თქმა უნდა აბა რა ხნა იმიტომ რომ შეგნე იმან ვერ აიტანა ანგლო-საქსების ბატონობა გასაგებად რო თქვა რა და გაუხსენა ეს სტალინის დროინდელი რაღაცები და იყო ეგეთები და იქნება და ახლა ეგეთი ხელსაყრელი მომენტი არ ყოფილა კი ბატონო თუ ახლა კიდე არაფრის თავი თუ არა გვაქვს რა ვიცი ახლა ეხლა კიდე რა მინდა იცი ჩემი აზრი ეს არ არის კვლევების შედეგი და სტატისტიკა მართველი პარტია მაინც აიღებს საკმარის რაოდენობას. ანუ თამაში იქნება თემაში. იქნება ოღონდ ოპოზიციაში გადაინაცვლება. არა, ეხლა არა, თუ ჩვენ სიტუაციაზე ვართ? ხო. თუ სწორად დანიშნადათ ესეთი არჩევნი უზურპაცია თუ არ მოინდომა. არა, მე ვამბობ თუ მეთქი რეფორმა თავის პარტიაში რეფორმები გაატარა და გამოასწორა, ხო, რაც გამოსასწორები. ამის გამოსწორებას რო ლაპარაკო, წლები კი არ უნდა. 3-6 თვე ყოფნის ამ ამბავს რა. ეს თუ გამოასწორა, დანიშნა, გავიდა, გამოვიდა, შეიძლება უმრავლესობაც კი აიღოს, მაგრამ კონსტიტუციურ უმრავლესობაზე ლაპარაკიზებდია მაგრამ. ოპოზიციაში ყოფნა რა, ვერ გავიგე, უკაცრავად ჯარგონს ვიტყვი, გრეხია თუ რა. არ არის გრეხი, მაგრამ ეს ოპოზიცია ეს ოპოზიცია, კაცო, გასაგებია, ვინც არიან, ეს არის ჯოხის ორი მხარე რა, ერთი მხარე და მეორე მხარე. გასაგებია ახლა რა. ზათა თუცაშია და ნიკანტროქირია. ამაზე ჭკვიანი არ მოვიდეს, შენზე ჭკვიანი არ მოვიდეს. ორი ის არის. ეს არის ერთი პოლიტიკური სამხედროების ფუნდამენტალურ საკითხებში, ესენი ძირითად იმაში არის. რაღა დაგიმალო, ჩემო თენგო და იმ ფუნდამენტალურ საკითხს სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია რო ახსენეთ, ეთნორეგიონალური პოლიტიკის კონცეფცია რო ახსენეთ. ბიჭო, ამდენ 34 წელია დამოუკიდებლები ვართ, ხო? და სულ უკან თავდაცვის ეროვნული არა გვაქვს თავდაცვის ეროვნული მოკლედაც ხო და ურჩიეთ რაღაც კეთილი სურვილი გამოდგა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ყველამ ერთად ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ პარტიული ინტერესების დატოვეთ თქვენი პირადი ამბიციები პოზიციასაცვლელები და ოპოზიციას თუ ესე არიზავთ ისე დაგატოვებინებენ რომ ძალიან მტკივნეული იქნება ეგ ამბავი რახან მილოშევიჩი მოგენატრება რადგან ეს ბრძანება ეს დავალება კონგრესმა გასცა რომ იქ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ისინი გამოავლინეთო გამოვლენილიც აქვს სახელები და გვარები პერსონიფიცირებულია და სავარაუდოდ სამომავლოდ ნორმალური აზროვნების მქონე პოლიტიკოსები შერჩეულებიც აქვს. მადლობ ყურადღებისათვის, მოხარული ვარ, საინტერესო იყო ძალიან და მომავალ შეხვედრამდე დროებით. ნახვამდის.